კიდევ ველოდები ექიმს. იმედია მალე დამეძახებს, იმიტომ რომ 3-20 წუთზე ლილე გამოდის სკოლიდან და ახლა არის 2:30. სოსო და ლიზა გარეთ მელოდებიან. დღეს ალბათ არ დამიპლომბავენ, ალბათ უფრო შემიმოწმებენ, ნახოთ. ხო? Продолжение съемки туда, потому что мне еще надо доделать. Это ваши зубки. ესე იგი გამოვედით, მაგრამ სამწუხაროდ 2 კვირაში უნდა მივიდე, წარმოგიდგენიათ? 2 კვირა უნდა ველოდო. კიდე კაი რომ ძალიან არ მტკივა და ეხლა იწყებს, თორე ეს რო კრიტიკული იყოს, ძალიან შევეწინააღმდეგებოდი, რომ უფრო მალე ჩაენიშნა. აქაც დამჭირდება იმპლანტი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ლილეს ოთახში შემოვედი, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება აქაც ის მოდეს ცოტა თეთრი ხმაურის ხმა ლიზას აქვს ჩართული ოთახში. და შემოვედი ლილეს ოთახში, ლილეს ძინავს და შუქი ავანთე ცოტა ხანი. რახან ძინავს, უცებ ჩავწერ 1-2 სიტყვას და დაგემშვიდობებით. როგორც შეამჩნიეთ, უცებ გადავხტი დასკვნით ნაწილზე ვიდეოს, ეს არ არის ვლოგი. ეს არის ვიდეო უბრალოდ. სულ სხვანაირი ვლოგი მინდოდა დღეს დამედო. აუცილებლად უნდა დამედო დღეს. როგორც ხვალ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ კოდივით ჩავიდე თავში, რომ YouTube უნდა გავიხადო როგორც სამსახური და ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ყოველ დღე აი როგორც მიდიხართ თქვენ სამსახურში. ხო, თუ ცუდად არ ხართ ჯვარით წერეთ რაღაცა რო აცდენთ, ხო? სხვა შემთხვევაში ხო დადიხართ სულ. ხო და მეც ესე თუ ცუდად არა ვარ, ყოველთვის დავდებ ვიდეოს. ძალიან მიჭირს ახლა სიმართლე გითხრათ აქ რო ვზივარ, მაგრამ ეხლა რო დავნებდე და ეხლა რო არ დავდო ვიდეო, ისევ ჩავვარდები, ისევ დავიკარგები, ისევ პასიური გავხდები რთვეები. დღეს ძალიან ჩვეულებრივად დაგეგმილი მქონდა, როგორც იცით, კბილის ექიმთან მისვლა და ვიყავი კიდეს, როგორც ნახეთ. და შემდეგ უკვე მაღაზიაში რო გავივლედი, გადავიღებდი რაღაცა, ყველი მინდოდა მეყიდა რაღაც. მოკლედ რა, არაფერი ვიდეოსთვის დაგეგმილია. როგორი დღეც მქონდა, იმას გადავიღებდი. როგორი დღეც მექნებოდა. მაგრამ დღის მეორე ნახევარში ცოტა ისეთი ცუდი ამბავი გავიგეთ და გავიგეთ ამბავი, რამაც მე და სუსუ აგვაფორი აქა და ცოტა გამოუვალ სიტუაციაში ჩაგვაგდო. სანერვიულო გაგვიჩნდა, დაგვემატა და წამში ვიფიქრეთ, რომ რაღაცა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდით, რომ თითქოს გამოსავალი არ არის. საერთოდ არ არის გამოსავალი და უბრალოდ სოსომაც ესე თქვა, რომ იქნება რაც იქნება, რაც უფალს უნდა ის იქნება რა. მადლობა ღმერთს, ეს არ ეხება ჯანმრთელობას. მე ახლა და ამ მომენტში მე თქვენ ვერ გაგიზიარებთ რა ხდება და რატომ ხდება და ასე შემდეგ, მაგრამ მოვა დღე, როცა მე თქვენ აუცილებლად მოგიყვებით. უბრალოდ მთავარია ის X დღე გადავლახო. არ აქვს მნიშვნელობა იმ დღის ფინალს. უბრალოდ მთავარია გადავლახო და როგორი ფინალის მიუხედავად, ანუ მისი ფინალის და ფინიშის ხაზის მიუხედავად, მაინც მოგიყვებით. ანუ ისე იქნება მე როგორც მინდა, მაინც გეტყვით, თუ ისე არ მოხდება მე როგორც მინდა, მაინც გეტყვით. უბრალოდ ვერ ვიაფერისტებდი ეხლა და ვერ გავიცინებ ძალით ხალხო. ვიცი, ზოგიერთებს არ მოგწონთ ესეთი რო ვარ, მაგრამ როცა არ მეცინება, ვერ გაგიცინებთ, იმიტომ რომ აი, იცი რა, ხალხს თავისი პრობლემაც ეყოფა და მეც ხო არ დავუმატებ. მე ჩემ პრობლემას თქვენ არ გიმატებთ. არანაირად.
უბრალოდ ვერ გავიცინებ, როცა არ მეცინება და როცა პრობლემები გაქვთ დარწმუნებული ვარ, არც თქვენ არ იცინით, იმიტომ რომ არ გეცინებათ. ნუ გააჩნია პრობლემასაც. Instagram-ზე მომივიდა შეტყობინება, რომ გამოგიწერა 2 ადამიანმა. თან გამოიწერეთ ჩემი Instagram არხი, ლინკი აღწერაშია. უბრალოდ რატო უწერ ახლა, რატო გიყვებით ამ ყველაფერს? ვიფიქრე, რომ დავანებებთ ქორა თავს. ისეთი პრობლემა დაგავტყდა დღეს თავს, რომ მეთქი რაღა დროს YouTube-ია წამიერად ვიფიქრე, რომ რაღა დროს ვლოგებია რა, ვის აქვს მაგის ნერვები აღარა მაქვს. ამ ჩემ თავს ესევე უყნებოდი, მაგრამ წამში ვუთხარი ჩემ თავს, რომ ზუსტად რომ აი ახლა არ დანებდე. არ დანებდე, გააგრძელე გადაღება, იმიტომ რომ ეს უნდა გაიხადო როგორც სამსახური, გააგრძელე გადაღება, იმიტომ რომ სამსახურში შენი პრობლემები არავის არ აინტერესებს. ამიტომ უნდა გავაგრძელო გადაღება, უნდა შევძლო, უნდა ვიბრძოლო, მე ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო და დანარჩენს უფალს მივანდობ. და იყოს როგორც მას უნდა. ჩვენი ცხოვრება ხო ისია, როგორც მას უნდა. უბრალოდ ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ თუ ხელი არ გავანძრიეთ, არაფერი არ მოხდება თავისით. უფალი გვეხმარება, თორე გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები, რომ მე ჩემი საქმე ვაკეთო, ჩემი გასაკეთებელი რაც არის გავაკეთო და ეს პრობლემა ვეცადო, რომ მოვაგვაროთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოვაგვარებთ, იმას მაინც ვიტყვით, რომ ჩვენ ფარხმალი არ დაგვიყრია, ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. დანარჩენს მივანდობ უფალს და სამყაროს, აბსოლუტურად. ვიცი, რომ ძალიან რთული წელი მელოდება. რთული ნახევარი წელი უკვე თითქმის რაღა დარჩა, ხო? ძალიან რთული წელი მელოდება. არ ვიცი რა იქნება. ზოგადად ვარ რეალისტი ადამიანი. არ მიყვარს ოცნებები. ბავშვობაში ვოცნებობდი და რაზეც ვოცნებობდი, ის ამიხდა. სულ ვამბობ ხოლმე, რომ მე ოცნება აღარ მაქვს და მართლა აღარ მაქვს ოცნება. ალბათ ცუდია, აუცილებლად უნდა ოცნებობდეს ადამიანი, ალბათ, რავი, მე ესე გამიგია, მაგრამ მე მართლა არ მაქვს ოცნება. მიზნები კი, მაგრამ ოცნებები აღარ მაქვს, იმიტომ რომ რაზეც ოცნებობდი, ამისრულდა. ველოდები უფრო ცუდს ვიდრე კარგს. იმიტომ რომ არ მიყვარს როცა კარგს ველოდები. მე რაც ცუდს უფრო ემოციურად ვიღებ, ესე ვთქვათ. მირჩევნია, რომ მომართული ვიყო უარესისკენ, რომ ის დადებითი მე უფრო გამეხარდეს, ხო ხდებით, გამიგებს რა. ეხლა ნერვები არ მაქვს იმისი, რომ უფრო დაწვრილებით გელაპარაკოთ, იმიტომ რომ ძალიან აღელვებული ვარ დღეს. ველოდები ყველაფერს აბსოლუტურად, მაგრამ რაც იქნება, იქნება. თავარი არის გულწრფელად გეუბნებით. თავარი არის ჯანმრთელები ვიყოთ, დანარჩენს ყველაფერს ეშველება. ოღონდაც ჯანმრთელები ვიყოთ, ჩემი შვილები ჩემთან იყვნენ, ჩემი ოჯახი ჩემთან იყოს, დანარჩენს ყველაფერს ეშველება რა. ამიტომ ნახოთ წლის ბოლოს რა როგორ იქნება. ასე რომ ერთის თქმა შემიძლია მარტო, რომ წელს წყდება ჩემს ცხოვრებაში ჩვენი ოჯახის მომავალი. ჩემი მომავალი, ჩემი ქმრის, ჩემი შვილების რა, აბსოლუტურად ყველაფერი გადაწყდება წელს. საუბარი ყოველთვის კარგად გამომდის. ისტორიების მოყოლა ყოველთვის კარგად გამომდის. ანუ შემიძლია რომ ადამიანი დავაინტერესო და დააინტერესოს ჩემი მოსმენა, მაგრამ ეხლა ის მომენტი მაქვს, რომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, სიმართლე გითხრათ. რა ვთქვა და რა გითხრათ არ ვიცი. გწამდეთ,
გჯეროდეთ, თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ და სულ რომ არაფერი ის მაინც გეცოდინებათ, რომ თქვენ იბრძოლეთ. ამიტომ იბრძოლეთ. სადამდე შეგიძლიათ იბრძოლეთ, შედეგები მივანდოთ უფალს და სამყაროს რა. თავარია ჩვენ ვიცოდეთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ. არ აქვს მნიშვნელობა ამას ცხოვრებასთან აკეთებ, შვილთან, ქმართან, ნებისმიერ მეგობართან, ნებისმიერ ადამიანთან. თავარია ყოველთვის ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და საკუთარ თავთან ვალში არ ვიყოთ რა. მე ჩვეულებრივად აი ამ დღევანდელი დღის მიუხედავად ჩვეულებრივად გავაგრძელებ გადაღებას, ვლოგების დადებას. იმიტომ რომ ეს ეჭირდება დღესდღეობით ჩემს მდგომარეობას. მადლობა თქვენ, ვინც ჩემთან ხართ. ყველანაირად ვეცდები, რომ არასდროს არ გადმოგდოთ ჩემი ნეგატივი. ყველანაირად ვეცდები, რომ არასდროს არ გადმოგდოთ, მაგრამ ხანდახან თუ გამეპარება ესეთი ხასიათი, ბოდიშს გიხდით და უბრალოდ გათიშეთ ვიდეო და არ გააგრძელოთ ყურება, თუ შეატყობთ, რომ ლიკუნას რაღაც ნეგატიური გარემოება აქვს და რაღაც გათიშეთ ვიდეო და არ უყუროთ ხოლმე. გამოიწერეთ ჩემი Instagram არხი, გვერდი, რაც კიდათ ის დაარქვით. გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ვაგრძელებთ ერთად ყოფნას და დავაკვირდეთ. მეც ხო იმიტომ შევქმნი ეს არხი, რომ ხალხი დააკვირდეს ჩემს ცხოვრებას. გაგიზიაროთ ჩემი ესეთი ვიდეო დღიურები. ამიტომ გავაგრძელებ ამის კეთებას. როგორც არ უნდა მიჭირდეს. აუცილებლად. ვისაც გიჩანთ დონაციის ღილაკი, სრულების სამებრ გამოიყენეთ ეს ღილაკი, ვისაც არ გიჩანთ, არ იდარდოთ, ან ვისაც გიჩანთ და არ გინდათ არც მაგაზე არ იდარდოთ, თავარია ვიდეო დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. მე კი ვეცდები ძალები აღვიდგინო, კრეატივი გამოვაცოცხლო და მივხედო ჩვენს არხს. დროებით შემდეგ შევხედრა.